რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ ჩვენი ნიადაგის მჟავიანობა? რა გავლენას ახდენს ნიადაგის მჟავიანობა, ჩითილები იქნება ეს თუ მოზარდი ნერგები? როგორ გავსაზღვროთ, როგორ გავზომოთ ჩვენი ნიადაგის, ჩვენი ბოსტნის ნიადაგის მჟავიანობა და სხვა სასარგებლო რჩევებზე ამ ვიდეოში გვექნება საუბარი. მე ვარ შალვა გურდეზიანი, მაშასე შევუდგეთ საქმეს. მეგობრებო, ცხადია, რომ ნიადაგის ანალიზის ჩატარება და ზუსტი ანალიზის ჩატარება თავისთავად ცხადი არის, კეთდება ლაბორატორიებში, თუმცა ჩვენ მოკვდავი მეურნეები ხშირად ამას ვერ ვახერხებთ გარკვეული მიზეზების გამო. ეს შეიძლება იყოს ფინანსები, შეიძლება იყოს მოუცვლელობა, შეიძლება იყოს ისეთი მიზეზი, რომ არ გქონდეს წვდომა ასეთ ლაბორატორიებთან, თუმცა მინდა გითხრათ, რომ არის ამისი გამოსავალი. აი აქ მე მაქვს ესეთი ლაკმუსის ქაღალდი, ალბათ ყველასათვის ცნობილი არის, ლაკმუსის ბოქსი, რომელიც აი აქ ყვითელ ქაღალდებს ხედავთ, შედგება აი ამ ლაკმუსის ქაღალდებისაგან და გვერდზე არის შკალა, ფერადი შკალა 1-დან 14-მდე, რომელიც მეტნაკლებად ზუსტად ზომავს სითხის თუ ნიადაგის მჟავიანობას. ასე რომ აი ესეთი ლაკმუსის ქაღალდების გამოყენებით ჩვენ ეფექტურად შეგვიძლია გავზომოთ ჩვენი ნიადაგის მდგომარეობა და ვიცოდეთ მჟავე ნიადაგი გვაქვს თუ ტუტე ნიადაგი. როგორ მოვამზადოთ ხსნარი იმისათვის, რომ გავსაზღვროთ ჩვენი ბოსტნის თუ ბაღის ნიადაგის მჟავიანობა, აი ზუსტად ახლა მაგაზე მექნება საუბარი. რა არის ამისათვის საჭირო? ვიღებთ ნიადაგს ნიმუშად, ყრით ჭიქაში, ვასხამთ აუცილებლად ისეთ წყალს, რომელიც არ უნდა იყოს ონკანიდან და მოცულობა ზუსტად იგივე უნდა ავიღოთ, რაც ნიადაგი გვაქვს. დაახლოებით 1-2 საათი ვაყოვნებთ, მოუგრებთ კარგად, ვაჩერებთ და შემდეგ ვიღებთ ლაკმუსის ქაღალდს და რამდენიმე წამი ვათავსებთ ამ ლაკმუსის ქაღალდს აი ამ სითხეში. 3-4 წამი სრულიად საკმარისი არის, რომ კარგად გაიჟღინთოს. აი ახლა ჩვენ მოვათავსებთ ლაკმუსის ქაღალდი და შემდეგ ურჩევთ ფერს. სასურველია რატომებო, რომ რაღაცა თეთრი ამოუდოთ ქვემოდან და დავიწყოთ ესეთი შედარება. აი დაახლოებით, აი ხო თქვენ ხედავთ, სადღაც 6-ისა და 7-ის შორის არის აი ეს ფერი. აი დაახლოებით აი ესეთი ფერი გვაქვს მიღებული. მინდა გითხრათ, რომ 6-დან 7-მდე ეს არის ნიადაგის სითხის ნეიტრალური pH-ი, ანუ მჟავიანობა არის ნეიტრალური, ეს არც ტუტე რეაქცია, არც მჟავე რეაქცია და შესაბამისად ეს არის ყველაზე ოპტიმალური მჟავიანობა ნიადაგისათვის. რაც შეეხება მჟავე ნიადაგი როგორ უნდა შემოწმდეს. აი ახლა მე მაქვს აქ წარმოდგენილი ზმრის ხსნარი, აი ახლა მე ჩავყოფ ზმრის ხსნარში და აი შეხედეთ როგორ შეიღება ქაღალდი. აი დაახლოებით შეადარეთ ახლა ჩვენი შკალის ფერს. აი დაახლოებით აი ესეთი არის მჟავე რეაქცია ჩვენს შკალაზე. დაახლოებით, არ ვიცი, ახლა ეს არის სადღაც ალბათ უფრო 3-ისკენ. და მეორე ვარიანტი მაქვს წარმოდგენილი ნაცრის ხსნარი, ეს არის ტუტე. აი ახლა ჩავყოფ მაშინ და აი შეხედეთ თუ რა ფერს ღებულობს აი ეს ტუტე ხსნარი. ეს არის დაახლოებით, აი შეადარეთ, სადღაც 10 და 10-ზე მეტი. ასე რომ აი ესეთი ლაკმუსის ქაღალდების გამოყენება ოჯახის პირობებში საკმაოდ ეფექტური არის, საკმაოდ მარტივი არის და თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ თქვენი ნიადაგის მდგომარეობა. მოდით ახლა მე ვისაუბრებ იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ან ტუტე, ან მჟავე რეაქციები. მეგობრებო, მაღალი მჟავიანობის მქონე ნიადაგები იწვევს ისეთი ელემენტების შებუჭვას, როგორიც არის მოლიბდენი, როგორიც არის კალციუმი, გოგირდი და სხვა ელემენტები. თავისთავად ცხადია, ეს მცენარეში აისახება ქლოროზის სახით.
ხოლო თუ გვაქვს ტუტე რეაქციის მქონე ნიადაგები, მაშინ ხდება რკინის, თუთიის, ბორის შებოჭვა, რაც ასევე იწვევს მცენარისათვის ქლოროზის წარმოქმნას. ნებისმიერ შემთხვევაში ამ მიკროელემენტების ნაკლებობა დამღუპველი არის მცენარისათვის და ამიტომ საჭირო არის ჩავატაროთ აი ამ ანალიზით და მივხვდეთ თუ რა მდგომარეობა აქვს ჩვენს ნიადაგს. სულ ეს იყო, რაც მე მინდოდა დღეს თქვენთვის მეთქვა. დროებით მომავალ შეხვედრამდე.